პირველ რიგში მინდა გითხრათ მადლობა მოგზანებისათვის, რომ შეძახთით. საური იცით მოხსენების ქრისტიანის საგამართლო საკითხებზეა, მრავალი არის დაწერილი ზღვა ლიტერატურა შეიძლება ითქვას ამაზე. იმის გამო რომ ერთმანეთს უკავშირდება, ერთმანეთთან კავშირშია, შევეცდები მე მოგახსენოთ ჩემი მოსაზრებები ქრისტიანის ამის წარმომავლობისა, პროტოტიპებისა და ამასთან დაკავშირებით ეპილოგის ავტორობასაც შევეცდები. ამის შესახებ ისევე როგორც პროტოტიპების შესახებ მრავალი მოსაზრება არის მოხსენებული ეს ხალხური წყაროებია საქართველოს სინამდვილეში განსაკუთრებით მე-12 მეფე თამარის სინამდვილეში მომხდარიანდებია ასახული ვინაიდან აქ ნესტანდარეჯანიდან თინათინი რუსთოლოგების დიდი ნაწილის აზრით თამარ მეფის სახეთაა შთაგონებული. აღმოსავლური სინიც არის განსაკუთრებით სპარსული ლიტერატურის შეწევა შორეულ ნაწარმოებებსაც გულისხმობენ მათ შორის რამაიანაც ივარაუდეს უზბეკური ბათირნამეც და შესაბამისად გმირები სხვადასხვა განსაკუთრებით გამოვყოფდი მე დავით სოსლანს თამარის თანამესხედრეს ასევე დემნა ბატონიშვილს ბაგრატიონს თამარის ვიწაშვილს წმინდა გიორგის და საკმაოდ ბევრია წასულში და ამჟამადაც გრძელდება რომ ეს ერთ-ერთი ნიზამი განჯევის პოემის გმირი შეიძლება იყოს პროტოტიპი თარიღის. ასევე არის დავით აღმაშენებელი და როგორც რამა არის რამაიანას გმირი თოღრულბექის კიდე ძოლად იყო სელჩუკთა ის ბათირ უზბეგურის თუ სხვა ეს ასეთი დიდი რაოდენობა საკითხების მეტყველებს იმაზე თუ რამდენად რთულია ეს და ესები რომელიც რამდენი ხანია კამათის საკითხია. ჩემს სარგებლობას თქვენთან ჩემს მოსაზრებებს დაგაცნობთ ამასთან დაკავშირებით აბეჯითებით დარწმუნებით ვეფხისტყაოსნის არც ერთ საკითხი არ შეიძლება და საკითხის დასმის წესით ასეთ თვალსაზრისით შემოვთავაზებთ. მე ვფიქრობ რომ აქ თამარის ეპოქა რასაკვირველია პირველში გასათვალისწინებელია თვითონ მეფე თამარი მისი მამა გიორგი მესამე სხვები შედარებით ნაკლები და მეორე მხრივ არის აღებული ძველი აღთქმის თხრობა მეფე დავით წინასწარმეტყველზე ვფიქრობ. ამას რა შეიძლება გავმაგროს ზურგი. მეფე დავითი უდიდესი პიროვნებას სამ აბრამისტურ რელიგიაში მომიხსენებათ იუდურ ქრისტიანულ და ასევე ყურანშიც დაუდის სახით არის მოხსენებული. დიახ, განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ დიდი არის ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების დაინტერესება დავითის პიროვნებით. ჯერ კიდევ მანთან გოეთეს უთქვამს ერთ-ერთი იმ ბიბლიურ პერსონაჟთაგანია მეფე და მხედარი, რომელიც საუკეთესო მოდელია ხელოვნების მუშაკებისათვის. გავიხსენოთ სკულპტურა, სადაც პირველ რიგში ყველას გაგვახსენდება მიქელანჯელოს დავითი. არის მხატვრების დიდი ინტერესის საგანი, კარავაჯოდან დაწყებული, შაგალით დამთავრებული, რემბრანდტი, რუბენსი და ასე სხვები. კომპოზიტორები განსაკუთრებით ფსალმუნებით არიან შთაგონებული და მოცარტიდან დაწყებული, შემდეგ მრავალი, ესე იგი, მისთვის შთაგონების წყარო გახდა კომპოზიტორები შუმანი, ბრამსი, ლისტი, შოპენი და ბოლოს იგორ სტრავინსკის ფსალმუნების სიმფონია. მხატვრულ ლიტერატურაშიც ესე იგი ისეთი დიდი შედევრი როგორც სკულპტურაში არ შექმნილა დასავლეთში, მაგრამ
ისეთმა სადეს დიდმა წერილება როგორც ვოლტერი იყო ალფერისთან თანაავტორობით და შემდეგ ეს მთელ დასავლურ ლიტერატურაში მე-20 საუკუნეში სხვადასხვა წერალთან ზოგი დავითის ცხოვრების სხვადასხვა მხარეს გაშუქებით ხვდებით შექმნილ ნაწარმოებებს. უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირთანაც რიჩარდ მესამეში შეიძლება რიჩარდ მეორეშიც აღნიშნული ეს ის დრამატული ამბები, რომელიც ამ მეფე დავითის ბიოგრაფიაში არის ცნობილი. ასევე მე-20 საუკუნეში ლიონ ფეხტვანგერი, ამერიკულ ლიტერატურაში აბესალომის ავტორი ფოლკნერი და ჰემინგუეის გახმაურებული მოხუცი და ზღვა, რომელიც ფიქრობენ, რომ 103 ფსალმონის შთაგონებით არის შექმნილი და ფოლკნერს ამ ნაწარმოებზე უთქვია, რომ ესე იგი ბიჭმაო გულისხმდა შემოგვლის აქ უფალი პოვაო. ასეთი დიდი ინტერესი არის მსოფლიო ხელოვნებაში და საქართველოში კიდე დავითი ძალიან აღმატებული პიროვნებაა, ესე იგი ხუროთმოძღვრების ძეგლებზე არის არაერთი ის ოპიზა, გელათი არის, ყინწვისია თუ მრავალი სხვა ლიტერატურაში ძალიან და მათ შორის ძველ ქართულ ლიტერატურაში წინამორბედ ავტორებთან, მეხუთბეებთან არის ფართოდ დავითის ხსენება. შემდეგ არის ბევრ მწერალთან და განსაკუთრებით აპოგეას აღწევს დავით გურამიშვილთან, სადაც ის მეორე ალტერ ეგოა. არის დავითი სხვადასხვა ეპიზოდები გამოყენებული. დავით რექტორის კატალოგის მიხედვით არსებობდა დავით საულიანი ასეთი ნაწარმოები საქართველოში, რომელმაც არ მოაღწია და სადაც ის მნიშვნელოვანი მოვლენა არის საუბარი, რომელიც ისრაელის პირველი და მეორე მეფეებს შორის კონფლიქტის სახით მოხდა. ასევე არჩილ მეფეს აქვს დაწერილი ამიცანა, გამოცანა თავისებურად, რომ ღვიმეში იმალება და ვინ არისო და ესე იგი დავითი არ არისო და ესე იგი პასუხი ამ გამოცანაზე ისაა, რომ ეს არის საული, მეფე საული პირველი დიახ. ესე იგი უნდა საკუთარ სახელებში დავითი სხვადასხვა ენებში არის. ბატონო? დავითის სახელი ხო არის? კაპუჩი, სოფუჩი და კი, ასე გიგები. ესეც შესაძლებელი. კი, არა, კი და აი ფსალმუნებს რომ მიაწერენ არა და საქართველოში იმის გათვალისწინებით რომ დავითნი ქვია ფსალმუნებს, ესაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველისთვის ეს უჩმიერთანელი ფაქტი იყო, რომ ისი ავტორი დავითნე შემდეგ დიაკვანია იმის კითხვა და ასე შემდეგ. საინტერესოა ის ალახტიონ ტაბიძის დამოკიდებულება. უკითხავთ ქართულ მწერალთა წრეში, მიაჩნია მას მსოფლიოში უპირველეს პოეტად. პასუხი მაშინვე არ გაუწია. თვითონ გენიალურ მგოსანს ცოტა ხნის შემდეგ უთქვია რუსთაველიო და მაინც ცნობის მოყოლება კიდევ ვერ დააყოფილა. ამის შემდეგ გვინოდა თითქოს შემდეგ შექსპირი გაუსახელებია. შეიძლება კიდევ ერთი ეს მომენტიცა თუ უფრო მეტად სარწმუნო არის შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაში ის, რომ უკანასკნელი წლები იერუსალიმში გაატარა დავითის ქალაქში და იქვე აღესრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია მე ის, რომ ის დავითი იყო დიდი პოეტი თვითონ. ფსალმუნები და დატირება, ესე იგი საულისა და მისი ვაჟის დაუყოლების ბრძოლაში იონათანის მართლაც შესანიშნავი ნიმუშია ასეთი და ისა მოგეხსენებათ ლიტურგიული იმის ფუძემდებელი, რაც კიდე სასულიერო პოეზიის თვალსაზრისით ახლობელს გახდიდა შოთასთან და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი ის ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბაგრატიონების სამეფო დინასტია დავითისგან იღებს სათავეს და შემდეგ ესე იგი დავითის შვილები, სახელები, ვაჟები ცნობილია სოლომონი, აბესალომი, ამნონი თუ სხვები, მაგრამ ერთადერთი ქალიშვილის სახელი ცნობილია, ეს არის თამარი. და იმ ლეგენდის მიხედვით, რომელიც ქართულ საისტორიო წყაროებშიც არის ცნობილი, სუმბატავითისზე
ბიზანტიურში კონსტანტინე პორფიროგენედის და სხვების მეფე დავით აღმაშენებელი არის 78 და 91 შთამომავალია დავითის მეფე თამარი, რომელიც ასევე წმინდანი მეფეა და დიდი და ასეთ შემთხვევაში ეს თუ წერდა ამ ორ წმინდა მეფე ბაგრატიონების შთამომავლობაზე, ესაც ჩვენთვის ისე როგორც ირანელებისთვის შაჰნამე მეფეთა წიგნი იქნებოდა. შემდეგ ესე იგი ზოგიერთი წერდა განსაკუთრებით წერილები ძველი აღთქმის მიხედვით თხრობაზე დავით ეფსალმუნეზე, ხოლო ზოგიერთი განსაკუთრებით როგორც აღნიშნე მუსიკოსები, კომპოზიტორები ფსალმუნებით იყვნენ შთაგონებული და ვეფხის ტყაოსანში ესე იგი მისი ავტორი წერს როგორც მეფე დავითის ბიოგრაფიულ მომენტებს იყენებს, ასევე ფსალმუნებიც არის მათ შორის განსაკუთრებით დავითზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ის იყო განსაკუთრებით საყვარელი ინსტრუმენტი იყო მისი ქნარი, რის გამოც მოხდა ის ერთი ვერსიით მეფესთან და დაწინაურდა. გიახდა ეს ქნარიც მთელ ქართულ პოეზიაში შემდეგაც ბარათაშვილთან დავითის ქნარი ისმის, ისევე როგორც მერანი, ტარიელის მერანი და აი ესეთი გაფშოვის გალაქტიონთანაც ცხადია. გარდა ამისა, ის ხა აი ჩემს მიერ თუნდაც დღეს დასახელებულ ნაწარმოებებს და გმირებს ის ბიოგრაფია ძალიან განსხვავებულია, სხვადასხვა სახის კითხვები ხდებოდა. გარდა ბიოგრაფიისა უნდა აღინიშნოს თემებიც და ეს თემები, რომელიც ვეფხის ტყაოსანშიც არის, ხდება დავითის სიმაშიც, ესა გმირობა, სამშობლოს სიყვარული, ღრმად მორწმუნე არის, სიყვარული განსაკუთრებით ორი სიყვარულის ის არის და როდესაც უკრავს ხეცი მოდიან აბიგაილზე შეყვარებული და ასე ხდება ავთანდილის სიმღერის დროს და ამიტომ ესე იგი თუ გავითვალისწინებთ რომ მეფე თამარია ორი ესე იგი ხალი თავარი გმირის წინასახე ვფიქრობ რომ მეფე დავითი არის როგორც ტარიელის ასევე ავთანდილის პროტოტიპი. დიახორად გაყოფილი ისევე როგორც ერთი ქვეყანა უნდა იყოს ინდოეთი და არაბეთი, ასე დუალიზმი მე რამდენად ვიცი 1938 წელს თავისებური პავლე ინგოროყვას ჰქონდა შოთა როსტაველის მითული ნაწილად. ეს ფილოლოგებისთვის არ აღმოჩნდა მაინც-ამაინც დამაჯერებელი მხარი დაუჭირა ვლადიმერ ნორაკიძე. ფსიქოლოგიურად ერთი ტიპებია და ბიოგრაფიაც როგორ გავს საზოგადოებრივის ორივე სამხედრო, უმაღლესი სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლები და სხვა. ძალიან საინტერესოა აღმაშენებლის დამოკიდებულება და მსგავსება იმ დიდი დავითისადმი, რაც რაში გამოიხატება სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში. ესე იგი და ახლა ლიქნება ყველაფერზე ჩამოთვლა და მაგრამ აი ეს მონასპის გვარდიის შექმნა ორივესთან არის უცხოთესლისგან არმიის ჩამოყალიბება დავითთან და იმასთან დიდი მორწმუნეობა და პოეტობა დავით აღმაშენების გალობა ეს სინანულისა და გავიხსენოთ აღმაშენების სიტყვებით ისრაელის მეფეთ ბაძე გარნა ურჯულოთა და ის კიდევ მის მათ ბიოგრაფიაში ესე უცხოელების დაპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა გათავისუფლება მერე სურვილი ტაძრის აშენებისა, რომელიც მეორე იერუსალიმად ათინად შეძლო დავით მეოთხე გელათის მონასტრის სახით და ვერ მოახერხა ეს და მის შვილს გადაებარა დავითის შემთხვევაში. მერე პიროვნული თვისებები გულჩილებიც არიან, ღმერთს მორწმუნეები, გაბედულები, მამაცები და ამავე დროს სასტიკები. ძველი აღთქმის მიხედვით ბიბლია სისასტიკეთ არ უთვლიდა, ესე იგი, მოსახლეობის, მტრის მოსახლეობის გაწყვეტას თუ
მან დანაშაულად ჩაუთვალა ურია ხეთელის ისტორია, როდესაც გაუშვა თავისი ხეთართავარი ხონზე რომ აღარ დაბრუნებულიყო და შემდეგ მის შვილზე იწერებდა. და უფრო ნაკლებ ეს გახლავთ ცოტა მოულოდნელიც კი ზოგი ხანდახან რომ მოსახლეობის აღწერად მის დანაშაულად ჩაითვალა. ესე იგი, როგორც ბიბლიოლოგები ამბობენ, დავითის პიროვნებისთვის განსაკუთრებით ღირებულია არა მისი წარმატებების იმაზე საუბარი, არამედ იმ დანაშაულზე, რაც მას ჰქონდა. შესაბამისად, ასეთი სახე მიიღო დანაშაული და სასჯელი, ასეთი დიახ. ამიტომ ძალიან გავრცელდა ის თვალსაზრისი, რომ მტკნარი ამბავი იყო იუსტინე აბულაძისგან მომდინარეობს ერთი საუკუნის წინ და არაფერი გამორჩეული ამბავი არ იყო და ასეთ სიმაღლეზე აიყვანა შოთა რუსთაველმა, რაც მე ვფიქრობ, რომ საეჭვო არის. დიახ. აი ამ თემებზე საუბრისათვის კვლავ მინდა შევეხო, ესე იგი, გეოგრაფიულ გარემოს ისევ როგორც ეპილოგს. ეპილოგი როგორც ადრე ფიქრობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორც გახდათ ნიკომარის, შალვა მუცუბიძე, შოთა რუსთაველისა დაახლოებით 8 წელია ის ფსევდორუსთველურად არის ინტერპოლატორის ნაკალმევად არის მიჩნეული. მე ვფიქრობ, რომ ის ძველი თვალსაზრისი უფრო მისაღებია და გასაზრდელი, ვინაიდან ეს დასასრული პოემის საინტერესოა რა მხრივ, რამდენიმე თვალსაზრისით იქ აკონკრეტებს მესხი რო არის მელექსე, რაც ჩანს პოემის რელიეფში ქვაბები და ისინი, რომელიც მესხეთისა და მესხეთი ისტორიულად უფრო სამხრეთ ტერიტორიასაც მოიცავდა და შემდეგ ჩამოთვლილი ნაწარმოებების თვალსაზრისით და ვაჟა-ფშაველა თავისი ბრძნული იმით სწორედ ას ქმნიდა, მხოლოდ ავტორმა იცის რომ რა გამოიყენა ნაწარმოებებიო და რაც შეეხება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროტოტიპის თვალსაზრისით და მე ვთვლი რომ აქ დასახელებული დავითი სწორედ არა დავით სოსლანი, არამედ არის დავით წინასწარმეტყველი იპოლიტე ართაგავს წერდა აფშინას და გოგუთის პროტოტიპების შესახებ არავის არ ვეთქვი და არც არის საჭირო ისე ჩავალ საფლავშიო და ასეთი ისინი იცის მხოლოდ ავტორმა დიახ. ეხლა ისაც არის აღსანიშნავი რომ ბევრი არ ითქმის, მაგრამ თქვა პავლე ინგოროყვა და სხვები ფიქრობენ და ეს არჩილთანაც არის რომ მას ჰქონდა კიდე ბიბლიის თემაზე და დაწერილი ჩვენამდე არ მოღწეული ნაწარმოებები, ეს არის იოსებ შვენიერზე და ქებანი. დიახ. ასევე გეოგრაფიულ გარემოს მინდა შევეხოთ. ძალიან ესე ფართო არის, მაგრამ ინდოეთი მოგეხსენებათ ახლა რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში გაგებულია დიდ ქვეყანა რომ არის ის ინდოეთი. ინდოეთის ოკეანეში არაბეთი რაც ისა და ფიქრობ აი ისინი აი განსაკუთრებით ახლა ავიღოთ ქაჯეთი. თვითონ ქაჯეთის ატომოს სახელზე ბევრი ის არის აზრი გამოთქმული ნიგერიაშიც კი ეძებდნენ გარდა ამისა ავღანეთში, ირანში, გიბრალტარში, ალიოშა სვანიძე უფრო სტალინის ახლანათესაობით ცნობილი იმაში მადაგასკარზე ცნობილი გეოგრაფოსები შორს მიდიან აფრიკაში იმაში, მაგრამ აქ ჯერ კიდევ პოეტიდან პოეტებიც აღნიშნავდნენ რომ ძველად როგორც წესი მეფის დავარი იყო ქაჯი დავარ-ქაჯად წოდებული ქაჯეთში არა ცხოვრობდა და ანიმავე მეფის კარის წევრები ანიმავე ქვეყანაში თხოვდნენ ან მეზობელში და ამის მიხედვით ძნელია რომ იმ ინდოეთის მეზობელი იყოს ქაჯეთი რომელსაც მე ვხედავ აქ სასკოლო სახელმწიფოებში საქართველოს მე-13 საუკუნის დამდეგის რუკაზე არის ქაჯეთი საკმაოდ შორს დღევანდელი არტაანის რაიონი ეს ახალციხესთან ახლო მდებარეობდა. მაშინ საქართველოს საზღვრებიდან საკმაოდ შორს იყო და რა შეიძლება ამაზე იყოს ჩვენთვის საინტერესო ის გარემოება რომ
ესე იგი თვითონ ქაჯეთი და ქაჯეთის ციხები დღეს უკვე არაა ძნელი იქ მოხვედრა ძალიან გავს ვეფხისტყაოსნის ციხეს და ამაზე თვითონ კონსულტანტების რჩევით თვითონ ზისსაც იმას ეს ხარ ქონდა წარმოდგენილი უფრო დაკონკრეტებით მადაგასკარის ან სოკოტრიზე არის ზოგიერთი ცნობილი გეოგრაფოსის საგანგებო ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიისადმი მიძღვნილ ნაშრომებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეხლა რა კიდევ რა შეიძლება ჩვენს მიერ იყოს გათვალისწინებული. ძმისწულები ყავს იმას როდანი და როსანი. როსანს გამოყოფენ ანთროპონიმიკის კვლევარები გვარსახელ როსნაძეში, როსნაძე და როდიაც ასევე არის დიახდა. თვითონ ქაჯი, ესე იგი, ორი მნიშვნელობითაა ვეფხისტყაოსში, ერთი ავისთულია და მეორე საბრძოლო და გძნეული ხელოვნებით ცნობილი ხალხი, ესე იგი, ქალდეური ხელოვნების ასეთი მატარებლები და ეს ჩემი ვარაუდით შემონახულია გვარსახელ ქაჯაიაში, ესე იგი, იყო სახელი ქაჯა და იმ ტიპის წარმოება, როგორც აფშილავა და აფხაზავა და ამგვარი და ქაჯ სომხურ დიახ ამას მოგახსენებთ. სომხურში ეს რომ არა ავისული და გმირის მნიშვნელობითაა დამკვიდრებული და სომეხთა ქაჯაშო ქვია სომეხთა გმირ მეფეს დიახ. ღევანდელ სომხურში დიახ და დიახ არასი. აი ამის შემდეგ ეხლა რა საერთო სქემებია, ესე იგი, ბევრი ხასიათი ის არის ტარიელსა და დავითს. ორივე ბავშვობაში ძლიერები იყვნენ, ის კლავდა ლომებს და ის ასევე ბავშვობაში ტარიელი. ორივე სასახლეში შევიდა, ესე იგი, ორივე გმირობით გაითქვა სახელი. სევდა შემოაწვა აქაც და იქაც გმირს. საინტერესო რა არის, 1996 წელს პენსილვანიის შტატში გაიმართა მუსიკოლოგების, მედიკოსების, უფრო რაგონკრეტ ფსიქიატრების და სხვათა რათა სიმპოზიუმი, რომლის შესწავლის საგანი იყო მუსიკალური ინსტრუმენტების ზემოქმედება ადამიანის უნება განწყობილი და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად არფა ის ახდენს საუკეთესო ზემოქმედებას. დიახ. ბატონო? დიახ. შემდეგ მეფის ქალიშვილი შეუყვარდებათ ორივეს. დიახ. შემდეგ, მაგრამ პირობა იყო დადებული იქაც და იქაც ხატაელებს შეებრძოლებოდა და ის საული პირველი მეფე ასეთი იმით ასეთ პირობას უყენებდა შეებრძოლე ფილისტიმელებს დაუძინებელ მტრებს და თუ ასწავლ დახოცავ მაშინ დათანხმდებოდა. მერე მეფემ გადაიფიქრა იქაც და აქაც შვილის მისთვის მithოვება. დიახ. ურთიერთობა დაიძაბა იქაც და აქაც მეფეს საულთან განსაკუთრებით მძიმე ურთიერთობა იყო, აქ შედარებით ნაკლებად. გაიჭრა ტარიელი ველად, ასევე უდაბნოში ხეტიალობდა დავითი. აფარებდა ორივე გამოქვაბულებს, ისეც და ისაც. დიახ. ეხლა გამოქვაბულებს და იმასთან დაკავშირებით სხვადასხვა იმას და მე კიდევ თუ დაუბრუნდები გეოგრაფიას, ვთვლი რომ ასევე გულანშარო არის ტრაპიზონის იმპერია, რომელიც კომნენოსების თამარის მხარდაჭერით 1204 წელს დაარსდა და აი ეს რელიეფი გულანშაროში შავიზღვისპირეთია და შემდეგ უფრო ზევით ქაჯეთის ისა და ქვაბოვანი, იმასაც აფრიკაში ეძებენ, უფრო უნდა იყოს ვანის ქვაბები, რომელიც ასევე იმის რელიეფისთვის, მესხეთისთვისაა დამახასიათებელი. ესე იგი, მომავალი მეფის გასვლა და ეს კონვენციურად ჩანს პირველივე იმის დროს, როდესაც ტარიელი ნახეს, რომელსაც ეხურა, ესე იგი, სამოსი იყო ვეფხის, ჯიქის და ასევე ქუდიც. ძველ ცივილიზაციების ნაშთიც აქ ჩანს. ეს ხეთურ ბარელიეფებზე ესია. ეს არის სამეფო ტანსაცმელი და მათ შორის ქუდიც. დიახ. ესე იგი, მომავალი მეფე აუცილებლად უნდა გავიდეს ქვეყნიდან, ასეთია ბიბლიური და იმან უნდა გაიმეოროს თავისი ხალხის, ებრაელთა ხალხის ხეტიალის ის. ასევე სხვა თვალსაზრისით
ეს სულიერი ინიციაცია გაუწონასწორებულია სულიერად თითქოს ხანდახან ტარიელი არა ასე იქცეოდა დავითიც სულიერად დავადებული ჰგონიათ თავს იგიჟიანებდა გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში თავი მოიგიჟიანა წვერებზე დორბლით ჩამოდიოდა მიჯნურობის გამო ხელი არის ეხ უფრო სპარსული და აღმოსავლური მის დარად ტარიელი შემდეგ ეხმარება ორივეს მეგობარი იონათანი ცოლისმა იმას დავითს ხოლო ამას ავთანდილი არა საინტერესო რა არის რომ ის იონათანი ასევე ცნობილი ჩუბინი იყო ჩუბინი კარგად ისროდა კაი მოისარი იყო და აი გავიხსენოთ ის ეპიზოდი არაბეთის მეფის ნადირობაზე სადაც ავთანდილმა 20-ით მეტი ის დახოცა ეხლა ასე ზუსტად ძნელია რასაკვირველია და მე მგონია ავთანდილის პროტოტიპები არიან მეფე დავითიდან იონათანი და შეიძლება როგორ თავისი ისაც იყოს და ის ჰიმნოგრაფიცა ავთანდილი განსაკუთრებით აი თავის ლოცვებში ჩანს ერთი თუ ქრისტიანული ლოცვა მეორე მხრივ ის ნათობებისადმი რაღაცა უფრო წინარე პერიოდზე მიუწვდა ამიტომ როდესაც იგივე ახლა არავინ არ დაობს რომ ქრისტიანია და ის ძველად ასეთი ის იყო და მათ შორის ზოგიერთი ახლა ისე მიდიოდა რომ წარმართი იყო შოთა მანიქეველიც კი ითქვა დაიწერა იყო ათეისტიც კი და იყო სოლარული პაგანიზმის მიმდევარი და რაღაცა შრე პლასტი მაინც წინა ქრისტიანული იმის აქაც გამოშვების მგონია დიახ ახლა ავთანდილმა მოძებნა ტარიელა იონათანმა დავითი ეხლა ძალიან საინტერესო სახე არის ასევე ფატმანის რომლის შესახებ აზრი ისე არავის არ არის როგორც ქართლ ჯერ კიდევ მელიტონ კელინჯერი ერთი საუკუნის წინ ის მაშინ დადებით თვისებებს ხედავდა მაგრამ მერე წამოვიდა ბევრი უარყოფითი განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის იმაში როგორც ამორალური და ის ხალხზე და მე მახსოვს ასევე ამ პერიოდში პირველი ესე იგი არაქართველ ქუთაისელ გიმნაზიის ყოფილ იოსებ ორბელის ნიკომარის მოწაფეს აქვს გამონათქვამი ფატმანზე რომ ეს უაღრესად ადამიანური არსება არის უაღრესად და ჰუმანური და ყოველგვარი ის მაშინ არ დაიშურა საქების სიტყვები ის მიმართ ახლა ასეთი ისაცაა თუ ავთანდილსა და ტარიელს მესამე მეგობარი გამოუჩნდა ფრიდონის სახით ზოგიერთ რუსთოლოგიურ ნაშრომში გაჩნდა აზრი რომ ნესტანი თინათინი ფატმანის ხომ არ არის ასევე იმის შთაგონებული მეფე თამარის სახით რასაც მე ყველა არ ვიზიარებ ბიბლიასთან კავშირები და ესეთი პარალელური ეპიზოდები არის დიდი ხანია გამოთქმული ახალ ესე განსაკუთრებით აღსანიშნავად მიმაჩნიენ ბორის გაპონოვის დაპირისპირებების შესანიშნავი მთარგმნის იუდიტზე საინტერესო ქართველი მკვლევარების არის მარიამ კარბელაშვილის გურმან თავდიშვილის მარიამ თაბური და სხვათა საინტერესო ნაშრომები დიახ და იქ სწორედ აღნიშნულია გაპონოს რომ ის ასია მოხსენებული და ამას მეზავი რეკაბი ძველი მცხეთური ხელნაწერის მიხედვით დაეხმარა სწორედ ეს დავითის ზე უფრო ადრეული ეპოქა არის და ებრაელებს დაეპყროთ იერიქონი და აქ ბიბლიოლოგების ერთი ნაწილი იმაზრისა რომ დაერქვა ასეთი ის ამ ქალს რეკაბს მხოლოდ იმის გამო რომ ფუნდუკი ქონდა ფუნდუკი იქ ფატმანს ქარვას და მოუზადა ქარვასრანი დააყენა ბარგიმათი ესე იგი შემდეგ ქარვასრან და ასეთი სახელი მხოლოდ ძალიან საინტერესო ისაა ვეფხისტყაოსანში ბევრი რამეა და თითქმის არა ჩანს დედის სიყვარული რა დედის სიყვარული მაგრამ როგორ დედობრივის გურულობას იჩენს იმისადმი რა ქვია ნესტანისადმი ისა და დედაზე უფრო დედაოს ნესტანი მიმართა სწორედ ამ ფატმანს რომელიც ასეთი ხვედითი მოაძებნინა ის და
ახლა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სავითის საყვარელის მოკლის მიზნით. ის აქაც ესე იგი, აქაც უნდა იყოს გათვალისწინებული ის, რომ ის თვითონ დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ფატმანი დიდი საშიშროების წინაშე, იმიტომ რომ მეუღლეც ის იყო გამცემი და ისა და შემდეგ შეიძლება სულ ამოეწყვიტათ მისი ოჯახი ამ შემთხვევაში. და უფრო დიდი მიზნით განხორციელების მიზნით მიეხმარა ავთანდილს თავისი ზნეობრივი კოდექსი, რომ შეესრულებინა და მეგობრისთვის, ტარიელისთვის ეშვება. მაგრამ ეხლა კიდევ რა არის საინტერესო? თუ ეს გენეალოგიური სქემა არის მეფე დავითისა და თუნდაც შეთხზული მეფე თამაშორის, ვინ არის ის რეკაბი? ეს რეკაბი, რომელიც ასე იყო მოხსენებული, გათხოვდა დიდებულ სალმანზე და მისი შვილიშვილია მეფე დავითის მამა, ესე მისი შვილიშვილი. ერთ გენეალოგიურ ხაზზე გამოდის, ესე იგი. ჩემის აზრით სამი ძირითადი პროტოტიპია, ესე იგი, თამარი, დავითი და რეკაბი ძალიან ასევე მნიშვნელოვანია ისტორიაში. დიახ. ესე იგი, კიდე სქემები გრძელდება, ესე იგი, ფატმანის თხოვნით ავთანდილმა საყვარელი რომ მოკლა, დასტურად ბეჭედი მოიტანა, ასევია ბიბლიაშიც. ახლა ასე შევხედოთ. ვერხის შოთა რუსთავთან არაფერი არ არის შემთხვევითი. ყველაფერი არის რაღაცა მიზნისთვის გენიალური და რა არის ის, ესე იგი, უпростоრად იმდენი ის აქვს რაღაც უკიდურესად ცოდნა. აქ ჩვენს ყურადღებას იპყრობს შემდეგი რამ. ბიბლიის ის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთი ჩემი აზრით, რასაკვირველია, ახალ აღთქმაში არის გადმოსული ის, რა ძველი აღთქმის კუთვნებაა. აი სახედობ ერთ-ორ მაგალითს დაგისახელებთ, რომ ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს და დიონისი არეოპაგელად არის მიჩნეული, ასეა ცნობილი გამოცემებში ახალ და იბნ ეზრათ ესპანეთში მოღვაწე ებრაულ იმას, მაგრამ უფრო სწორი უნდა იყოს თვალსაზრისი, რომელსაც აკაკი შაინძის სპეციალური გამოკვლევა, რომ ეს ეზრა წინასწარმეტყველია და ასევე ურია ლევი, რომ არის ახალი აღთქმის მეზურედ, ასევე არასწორად მიმაჩნია ის ურია ლევი იყო ურია ლევი ძველი აღთქმის პერსონაჟია, რომელიც რატომღაც ახალ აღთქმის იქნა გაგებული. აი ესე შემდეგ ესე კიდე მსგავსი ის ათავისუფლებდა კიდობანი არის განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი კიდობანი. ეხლა ერთი ის არის სახელები არ არის შემთხვევითი. ორი ქალის სახელი განსაკუთრებით ჩვენს ყურადღებას იპყრობს თავარი გმირების, ეს არის თინათინი, რომელიც ქართული ათინათი უნდა იყოს, ეს ღვთაების ქვეყნიური ანარეკლი და ნესტან დარეჯანი, რომელიც სპარსული ეტიმოლოგიის მქონე სახელად არის მიჩნეული ნიკომარის მიერ და რომელიც ნიზამი განჯევის პოემის გმირ ქალს ჰქვია. რუსულიდანაც მივხვდებით, რომ ნესტან ნეიესტ არ არის ამ ქვეყნად ციური არსება და ამის გამო უყურეთ აი სისასტიკეების, რომელსაც დაუბრუნდები ჩადის ტარიები, მან მოკლა მძინარე ხვარაშას. ის ცხადია განრისხებული იყო, რომ მოინდომა მან სასიდოდ მოსვლა ხვარაშამ, რომელიც მას საფრთხოს წაართმევდა და ასევე ის ქვეყანაში უცხოო ტომისის გახდებოდა მეფე, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ დაავალა ეს ნესტანმა და დაავალა სწორედ მძინარეთ მოკლა, რომ ამას ზედმეტი სისხლისღვრა არ გამოეწვია. აქ ჩვენს იმას რემინესცენცია ასეთია. ეს კიდობანი ხო არ არის უფლის ყოფლობის კიდობანი ძველი აღთქმის, როდესაც აქ კიდევ ერთი გაგახსენდება ყველას, რომ გაბაონზე
ესე აქ არისო ის ადგილიო სადაც კარგი აგვისხედა ის იზრდება გაბაონი უფრო მნიშვნელოვანი მგონია იმ თვალსაზრისით რომ ეს იყო ერთხანს საკულტო ადგილი ძველი ებრაელების და აქ იყო ერთხანს დასვენებული ეს უფლის კიდობანი რომელიც სხვადასხვა ხელით იხსენებოდა როდესაც ჯულის კიდობანი აღქმის კიდობანი უფლის კიდობანი ებრაელებთან იყო ისინი გამარჯვებულები იყვნენ როდესაც ეს კიდობანი დაიკარგა ფილისტიმელებმა ეს პალესტინელები იგდეს ხელთ მათი საქმე ცუდად წავიდა და მარცხი მოსდებდა და ეხლა რა ასეთ შემთხვევაში ის დასავლეთ საქართველო უნდა იყოს თუ ორი მათ საქართველოს წარმოვიდგენთ ორი მათ და შემდეგ ტრაპიზონის იმპერია ფრიდონის უფრო დასავლეთ საქართველო უნდა იყოს ინდოეთი და აღმოსავლეთი არაბეთი მე ასე მგონია დუბლირების უკვე ჩვენ მიერთქმული პრინციპით თუ მით უმეტეს 4 საუკუნოვან არაბეთის არაბთა ბატონობას გავიხსენებთ აღმოსავლეთ საქართველოში მაგრამ უფრო ის არის მივანიშნებელი ის ზღვით გაიტაცეს ნესტანი კიდობანში ის კიდობანი და ეს კიდობანი რომლის მეშვეობითაც რიტუალური იმითაც აიღეს იერიქონი და ის დაუბრუნა ებრაელებს დავითმა ასევე აბრუნებს ტარიელი ნესტანდარეჯანის კიდობნით დიახ ნუ შემდეგ ეს სქემების გავსი კიდე გრძელდება და განშორების შემდეგ შეყვარებულები კვლავ უბრუნდებიან მეფე ხდება ისევე როგორც საული და ხარსადანი ვაჟი ამარცხებს ტრებს ფილისტიმელებს და ხატაელებს და ქვეყანას აერთიანებს დიახ ეს და მე ვფიქრობ ჯერ ნესტანს უკვე ისაქვია ასევე არ არის შემთხვევით ტარიელის სახელი ტარიელი კორნელი კეკელიძეს ჰქონდა ჯერ კიდევ აღნიშნული რომ ეს ბიბლიის ქართულ თარგმანში დასტურდება და დარიელის ფორმით რაც წინააღმდეგობას არ ქმნის მე მგონი და ეს დარიოსის აღნიშნულია რომელიც მათ კეთილის საქმე გაუკეთა ებრაელებს და ეს სახელი რამდენჯერმე მოხსენებულია ბიბლიაში საინტერესოა იმის აღნიშვნაც რომ დავითი სახელი დაერქვა მას არამშობლების მიერ ელქანაანი იყო ის მშობლების მიერ არამედ მას შემდეგ რაც თავისი გმირობით დაირქვა სახელი და ასეთი არის ფოლკლორში ყოველთვის და ესე იგი დავითი აგერ შეიძლება ესე ჩემი ვარაუდით შეიძლება დათარო არის ხეთური ღვთაება იმის ებრაული გადმოცემაც იყოს ასე თქვა ის მედიუმია ტარიელი მედიუმი ერთგვარად რომელიც ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთთან საუბრობდა რომელიც მიუთითებდა მას აი კონკრეტულად რა დაიძრა ფილისტიმელები დავითის შესაბრობა და ღმერთს დაეკითხა გავილაშქრო ფილისტიმელებზე ჩამიგდებ მათ ხელში მიუგო მას უფალმა გაილაშქრე რადგან ხელში ჩაგიგდეთ ფილისტიმელებს კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა კვლავ დაეკითხა ღმერთს მიუგო ღმერთმა უკან ნუ გაეკიდებ დაიყურეთ როგორ იმაშება ყოველ დავაღებასადმის გარს მოუვარე და თუთების მხრიდან მიადექი როგორც კი თუთების კენწერიდან შრიალის ხმა შემოგესმება იმ წელსვე შეიმართე საომრად რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამოსრულად ისე მოიქცა და როგორც ღმერთმა დაარიგა და გაბაონიდან გაზრამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს. აქ კიდევ ერთი დავით აღმაშენებდა შეიძლება გახსენება თუ ამას უფლის კიდობანი, უფლის ყოფობის კიდობანი უძღვოდა გამარჯვებებში დავითს დიდგორის ბრძოლაში გადმოცემის მიხედვით წმინდა გიორგი მიუძღვოდა ქართულ ლაშქარს ბრძოლად. შემდეგ ახლა ესე იგი და ასევე მოკლა უფლის ბრძანება იყო ნესტანი, აი თავისი სახელით ზებინარ ზეციურ არსებად უფლად მიმაჩნია. აქ კიდე ერთი ის არის, აი ქვეყნების და ეთნოსების იდენტიფიკაციასთან იმაზე რომ ეს არეალი არის საქართველოს არის ძირითადად ჩემს მიერ ნაგულისხმები ეს საქართველოს
კიდევ გავიმეორებ არის ინდოეთი, არაბეთი, ქაჯეთი და ტრაპიზონის სამეფო იქით გულანშარო და აღსანიშნავია რომ არის ეთნონიმები ხალხებისა რომლებიც საქართველოს მეზობლები იყვნენ ესენი არიან თურქები და ქურდები ძველ ქართულში მე კომუნისტების პერიოდის დროს ქურდს არ და ქურდი იყო ქურდვაჭრის ხევი და ის ეთნონიმები ჩვენ იეზიდებსაც რომ ხანდახან უწოდებთ ქურდი და მე ესე იგი ქურთი გახდა არიან მოხსენებული და მაგრამ ვინ არიან ესე რატომ იქცეოდა რატომ ებრძვის განსაკუთრებით ტარიელის ხვარაზმელებს და რატომ მოექცა ესე ხვარაზმელს სასტიკად და აემის პროტოტიპი იური ბოგოლოვსკიც იყო დასახელებული ჯელალედინიც მაგრამ მე ეს უკანასკნელი გონია ჯელალედინი რომელმაც საშინელებები დაისახა რომელიც მოვიდა მართლაც რუსუდანის ხელისუფლება სურდა და რომელმაც ფიზიკურად გაწყვიტა სიონს მოხდა გუმბათი საორძელი დაიდგა და საშინელებები დააწია და სწორედ იმას კლავს ახლა ერთი იმას ესაც გავიხსენოთ ის ჯალალედინი მოკლეს სწორედ ძილში სწორედ მარტო ქურთისტანში იყო გადახოწილი ბოლოს ელოდებოდა დახმარებას და ქურთმა მეცხვარემ რომელიც წემსმა რომელმაც დაინახა მისი ძვირფასი ბეჭედი და ტამბელი მოკლა იგი ახლა ვინ არიან ხატაელები ხატაი ესე სწორად იყო მითითებული თევრიგი გეოგრაფოსების მიერ მათ შორის გრიგოლ ზარდალიშვილთან და იმასთან რომ ეს არის ჩრდილოეთ ჩინეთი და იქ შექმნილი სახელმწიფო ესენი არიან კიდანები ესე იგი ენობრივად ალთაური ენის ჯგუფი რომლებსაც ისეთი განსხვავება აქვს ჩინურთან როგორც თქვა ქართულსა და ლათინურს შორის და ისინი 200 წელს მართავდნენ კიდევ ჩრდილოეთ ჩინეთიდან ჩინეთს მე იმის გამო რომ რამდენიმე ენაში მათ შორის რუსულშიც ეს კიდანების სახელწოდება ხატაი და კიტაი ჩინეთის მნიშვნელობით დამკვიდრა ამიტომ შემდეგ დროინდელ რუსთოლოგიურ ნაშრომებში ხატაელები ჩინელებად იქნენ მოხსენებული რაც მე მგონი რომ შეცდომა არის ვინაიდან ერთი მხრივ იქ ვეფხისტყაოსანში არის რომ ჩინს ქვასა ზედა წერიაო ეს ვინ მოყარეს აარეზებს იგი თავისა ტერია ჩინეთი როგორც სიბძნის ქვეყანად არის და მეორე მხრივ ესეთი მტრები დაუძინებელი რომლებსაც ებრძვის და რომლებთან ბრძოლას ავალებს ნესტანი და ფიქრობ ეს მონღოლები არა აქ კიდე ერთი განსხვავებით ყველა ნასესხობებისა უცხო წარმომავლობისა ბერძნულია და აღნიშნა ეს არაერთმა მკვლევარმა როგორც იყვნენ ნიკომარი კორნელი კეკელიძე შემდეგ სარგის კაგაბაძე თვითონ ნაწარმოები თამარის ეპოქის შემდეგ არის შექმნილი და აქ ენობრივ მასალასაც ითვალისწინებენ ეს ამხანაგია და სხვადასხვა ისინი რომელიც თამარის ეპოქის ძეგლებში არ ჩანს ის ასეც მინდა შეგახსენოთ რომ მკვლევართა ერთი ჯგუფი ფიქრობდა თამარის ორ ისტორიკოსთან შორის ერთ-ერთი შოთა რუსთაველი ერწყმოდა რომ უფრო გვიან ეპოქაში ამას მონღოლიზმებიც ხარს უჭერს ვეფხისტყაოსანში ეს ხანია ტერმინი რამაზი ხანია ეს არის ასევე მერანი რომელიც მონღოლიზმია და დასავლეთ მონღოლურიდან რუსულში არის მერინის სახით და რომელზეც სწორედ ტარიელი არის ამხედრებული და ეს ასევე უნდა იყოს ვადა ხმლის მნიშვნელობით ავთანდილ პირმზე მან მაგარი ვადა სიმბოლოა უკვე ავთანდილისია და ამის გამო ებრძვის სწორედ მონღოლებს ერთი ის მინდა ისა კიდე ერთი იმას მომენტს მინდა გავუსვა ხაზი ორი ის არის ესე დაუძინებელი მტერია ვეფხისტყაოსანში არა ეს ხვარაზმელი რომელიც ეს მონღოლი ესე ის უცხოელთა ურდოები რომლებთანაც ყოველთვის მარცხდებოდნენ საქართველოში ახალ მკვლევართაგან ეს აზრი რომ უფრო გვიანა დადასტურდა რომ აქვს კარგად ჩემი აზრით
რევას თვარაძეს პოეტი ცხოვრობდა იმ დროში, შეიძლება თამარის დროსაც ცხოვრობდა, მაგრამ მისი საერო ძვირფასი ტანსაცმელი უკვე მოხუცი კაც აცვია და შეიძლება ეს უფრო გვიან არის დაწერილი იმ დროს, როდესაც საქართველო დაემხო, დიდი საქართველო დაემხო წინ აზიაში უძლიერესი სახელმწიფო ხვარაზმელების და მონღოლების შემოსევის შედეგად. აქ ერთი კიდევ მონღოლებთან დაკავშირებით ამის გახსენება შეიძლება, რომ ხატაელებთან გალაშქრების წინ მოდის კაცი მოხდა ასეთი რამ მეორე ხუნანის ველზე მეორეჯერ რომ გაიმართა ბრძოლა ქართველებსა და მონღოლებს შორის დასაწყისი ისე იყო თითქოს ქართველებმა გაიმარჯვეს. ეს აღმოჩნდა ხაფანგი მონღოლების მიერ დაგებული, რომელიც სხვა წარმატებით გამოუყენებიათ იქამდე სხვადასხვა ლაშქართან ბრძოლის დროს. უკუიხსენ მონღოლები, გაედევნა ქართველთა ლაშქარი. და როდესაც გაიარეს საკმაო მანძილი, აღმოჩნდა, რომ სამალავში იყო მონღოლების დამალული ის, რომლებიც შემოტრიალდნენ და დაიწყო, ესე იგი, ბრძოლა აღარ იყო, სასაკლაო გაიმართა 30,000 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ამ იმაში. ვეფხისტყაოსანში, აი, თუ კიდევ გადახედა, მოდის კაცი და ტარიელს ეუბნება, მე გავალებული ვარ თქვენგან, ესე იგი, ეს ვალათ მაწევს, მამა თქვენის გაზრდილი ვარო, სანახევროთო და არ დაუჯეროთო იქო, ბევრიაო, რომლებიც არ ჭანანო და უფრთხილითო, ფათერაკს ნუ გადაეყრებითო. აი, ასეთი ისაც შეიძლება გამოთქვა ამის შესახებ. ეხლა კიდევ ალბათ დაბოლოებისკენ რომ წავიდეთ, ასეთი აზრით. ასეთი ის თქვა. ბოლოს და ბოლოს ტიპოლოგიურად, სოფლიო ლიტერატურის იმაში, ტიპოლოგიურად რა ადგილი უკავია იმას. ქართულში ნარატივი არ არსებობსო და. აი, არ ვიცი თუ ეს ისა რაც არა მარტო შოთა რუსთავთან, არამედ ბიბლიური თხრობა სხვაგანაც მეორდება, ხომ არ არის ესეთი ის და ეხლა სოფლიო ლიტერატურულ რუკაზე, ესე რომელ იმას მიეკუთვნება ეს. ესე კარგად აქვს გამოჩენილ იმას ინგლისურ ლიტერატურას უძes მორის ბაურას რომ ეს ისეთი ნაწარმოებია შოთა რუსთაველი, რომელიც ერთნაირად გასქერის აღმოსავლეთს და დასავლეთს, მაგრამ მაინც მინდა ეროვნული ხასიათი. ეხლა ასეთი ის იყო კონრადი, რომელიც 1966 წელს აკადემიკოსი ჩამოვიდა შოთა რუსთაველის იუბილეზე და იმისი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაშრომის მიხედვით ის იყო ძალიან ძლიერი სპეციალისტი შორეული აღმოსავლეთის იაპონურის განსაკუთრებით ლიტერატურის იმაში ყობა შედარებით ნაკლებად იყო კარგად გარკვეული ახლო აღმოსავლეთის ლიტერატურულ პროცესში და მისი აზრით ეს მიეკუთვნება ვეფხისტყაოსანი სამხრეთ კავკასიურ ლიტერატურათა რიცხვს, უფრო ნიზამი განჯევის საქართველოს მეზობელი ქვეყნის და ხაკანის ლიტერატურული სკოლის თავისებური ჰქონდა გათვალისწინებოდა, რაც სამართლიანად არ გაიზიარა სამწუხაროდ გარდაცვალა ჩვენმა ცნობილმა ლიტერატურათმცოდნე პროფესორმა აკადემიკოსის შემდეგ რევას სირაძე. ის თვლის რომ სრულიად სამართლიანად აღმოსავლური კი არა, ეს მიეკუთვნება დასავლური ლიტერატურების რიცხვს. და აი ჩემი ის რამდენადაც თუ მოახერხე ის თვალსაზრისი რომ ეს არის ბიბლიური ნარატივი იმ მეფე დავითის შესახებ ერთ-ერთი თამართან და მის შთამომავლებთან შედარებით, რომელსაც ასე უზარმაზარი ის აქვს დასავლურ ხელოვნებაში, მაშინ ეს უფრო ენდა. მე მახსოვს 1962 წელს აკადემიკოსი გიორგი წერეთელიც ერთ-ერთი იმათ, რომელსაც ეკუთვნის
ვეფხისტყაოსის ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე გახდა პირველი დამაარსებელი ამბობს რომ ესე იგი გარდა ტექსტოლოგიური და სხვა იმისა ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ვეფხისტყაოსნის კულტურის როლის დადგენა მსოფლიო ხელოვნებაში და ის გარემოება რომ ვეფხისტყაოსის კულტურა იყო ასეთი ერთი ნაწარმოების კულტურა ზითებში ატარებდნენ ქართველ ქალიშვილებს სრულიად განსაკუთრებულ ხის ამ ნაწარმოების მნიშვნელობას და აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილის სიტყვებს რომ თუ გავიხსენებთ საქართველოს რომ სამთავროება დაიშალა ამათ აერთიანებდა ვეფხისტყაოსი. აი დაახლოებით ის მინდოდა მე თქვა რა.